ანდაზა იცი? ძროხა ერის მტერია, მინდვრები დაუსასწრავი? არა. არა და ანდაზების მოყვარული მგონია თავი. რაც იმ პერიოდის ანდაზაა დაახლოებით, აი კოლმეურნეობის და ეგეთი რაღაცები რო იყო რა. ნუ სადაც თუ კერძო შენი ძროხა ყავს და სადაც შეიძლება დააზიანოს საერთო-სარგებლობის შემოსაზღვრული მინდვრები რა. კერძო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ანდაზა იყო რა. რაც ყველაფერი კოლმეურნეობას, ყველაფერი საერთო და უკვე ვეღარაფერი. რო ხდები რომ იგონებს ახლა ყველაფერი დიახა. და ეჭერა. სერიოზულად გისმენდი. თან საწამიღო იცი, აი გურიაში გვაქვს ორი სოფელი რა. და ზაფხულობით სადაც ვიყავით ხოლმე ბებიასთან და ბაბუასთან. იქ ირგვლივ იყო სულ ტყე, ახლოს არ არის სამეზობლო და რაღაცა და ბაბუა ჩემი მეუბნებოდა რომ აი ამ ტყეს რო გასცდები, იწყება კოლმეურნეობა. რა იყო, ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი საერთოდ ვერც გონებაში და ვერაფრით რა. და რაღაცებს მიყვებოდა, ეხლა არც მახსოვს და მაშინ მით უმეტეს ანუ ვერ ხვდებოდი და ალბათ მაგიტომ არ მახსოვს და აი წარმომედგინა როგორ რაღაცა იცი რომ აი დიდი რო გავიზრდები ამ ტყეს გადავლახავ და კოლმეურნეობას ვნახავ. ხო და ეხლა რო ყვებოდა ძროხას და რაღაცაზე წარმომედგინა აი რა იცი, ანუ ის რო გადამელახა მაშინ ოდესმე, ანუ ეხლა ვიცი რომ იქ არც არაფერი არ არის. ტყე არის ბოლო. გადალახე? არ გადალახე? არა, ანუ შემეშინდა და უკან დავბრუნდი. რამ დაგაბრუნე? შემეშინდა ტყეში. აი რა შაში რა იყო იქ? რავი, ტყეში ახლა 7-8 წლის ბავშვი რომ მიდიხარ. აი რა ეზოში ტყე ქონდა და მაინტერესებდა რა იმის იქით. ანუ იმ ტყემდე იყო რაღაც თხილის ბაღი ჯერ, კაი დიდი მანძილი იყო ეგეც და ჩემთვის მაშინ უფრო დიდი ჩანდა რა ეგ ყველაფერი. ეს ბაბუა ჩემი მართლა ისე აღწერდა რომ აი უეჭველი მინდოდა რომ იქ ოდესმე ავსულიყავი და ერთხელაც რა ვიცი აი ეგრე გავაჭერი და ავედი. მე არ მაქვს ეგეთი. და ღობეს რო გავწდი, მაქედან დამიწყო რა უკვე და სადღაც აი არ ვიცი, შუაში თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ ვიცი იმის მერე კიდე რამდენი იყო დარჩენილი, მაგრამ კაი დიდი მანძილი ვიყავი გასული. ჩვენ არ გქონდა თხილი სოფელში რა. სად გაქვს სოფელი? ანუ ზოგადად მოძრავი იყო ჩემი სოფლები, ხანსად მაგრამ. ეხლა კიდე დავუჩვენე. ბოლო რაც მახსოვს, რაც შევდიოდეთ ხოლმე იყო ყვარლის რაიონი, ესეთი არის სოფელი მთისწინი. შემიძლია ესე დავდგე და ხელა პრობილმა ღვთისგან კურთხეული და ესეთი ვაქო. მაგრამ მართლა არის საკებარი რა, თებს შორის არის ჩარგული ეს სოფელი რა. თხილი არ გქონდა. მეზობელს ჰქონდა ხოლმე თხილი რა და სულ შურდა იმის. მაგარი ბუღმიანი ბავშვი რა. აი მაგათი და შენ გაქვს 80 წირი თხილი, ხო მიეცი ერთი რა, ერთი. ხო, რა მოხდა? პროჯექტი. ხო, სამაგრო ჩვენ მოდა თანაც გინდოდა ერთი ძირი თხილი გეყოფოდა ესე ამბავში. თან არც მიყვარდა. მით უმეტეს. პროსტა იყოს რა. ეზოში. ეგდოს. სამაგრო ჩვენ მქონდა ალუჩა. 6 ძირი ალუჩა მქონდა. ალუჩა მომით. მაგრამ მოჭიმული მყავდა ხოლმე უბნის ბავშვები. იმათ არ ქონდა ძირითადად რა. ჩვენ სოფელში პერს არ ქონდა ალუჩა, პერსში ხა ყველა საფოს. ჩვენ გავავცეთ მე, იმიტომ რომ ნერგები გავაცით მე. გავეცით რა გავყიდეთ ძირა. ხო და ეზობლის ბავშვები. ეს უნდა დავიჩეროთ არა მაგაზე ვფიქრობ ეხავე. მოგეთ კახეთში არის ესეთი წესი რა. არ ვიცი, კახელები ხართ რომელი? არა. ხო, და გეცოდეთ. კახეთში არის ესეთი წესი, რომ ხილის ქურდობა დაიწლება რა. პირველ ერთხელ მივთხარი მასეთი რა ბავშვობაში, ნუ მე კახელი ვარ, მაგრამ ჩასვლითი კახელი ვიყავი რა, ეს სტუმარი კახელი ვიყავ რა. ჩახვალ რაღაცა შეჭამ და ისვენებ წამოხვალ. მიგაურ წესები და არ ვიცოდი მე და ვერ ყვეოთ. ერთ-ერთი ესეთ ჩასვლაზე სადღაც ბიძა ჩემის ვენახთან ვართ მისულები ბავშვები და ერთ-ერთი ბავშვმა რაღაცას ხო ერთ ბავშვები რო ეჭიჭყლებით ერთმანეთს რომ ეგ ჩემია და რაღაცა ბიძა ჩემი მამა შენს და არტყავს და მოკლავს და რაღაც ამერიკაში გადაფრენები და ამბები. ხურძეს ჭამს რა ჩვენ ბიძა ჩემს ვენახდება ჩვენ აბოზარო ბავშვი რასაკეთებ. ნუ ჭამაგენ ჩვენია და ამან არო შენში ხორებს ბავშვი მონება. ეგეთი რაღაცა უნდა არ თქვა. ბავშვმა ჩემთან ცხოვრების საკვეთილი რაც აი ძალიან კარგად ამახსოვდა. და მაგაზე გამახსდა ალუჩაზე საუბრობ. ღობის ძირას თუ გაქვს რა დარგული ეს. მე ნებისმიერი მო დაკრიფოს რა, ხმას ვერ გასცე. თუ რომ მოვიდეს ვედრები დაკრიფოს ხმას ვერ ამოიღებ, იმიტომ რომ არ შეიძლება ქურდობა არ მოსვა არა. ჩვენ ნაბოზრები ვიყავთ. ღობის ძირას კი არ გქონდა ალუჩები, და ჩიგნით დავდით რა. შუაში. და თელი უბნის ბავშვები ვინც იყვნენ ხოლმე დასასვენებლად ვინ ჩავდიოდეთ, ერთმანეთს ეჭყედილები უყურებდნენ შორიდან ჩემ ალუჩებს. მე გამომქონდა ხოლმე ერთი მუქით. ესე ვახრა. ალუჩას მარილთან ერთად ჭამ თუ მარილის garaშე? საინტერესო კითხვა ძალიან, იმიტომ რომ დამხნობითი წარმოება ჩვენთან მიიღება ალუჩა რა, არა ტყემალია, რომელზეც იმყნობა, ვერ ნახავთ სადმე რომ
ძირი ქონდეს საკუთარი ალუჩას რა. მაგრამ ჩვენ და ბოსნია-ჰერცეგოვინას გვაქვს ერთ იგივე ტერიტორია და იტალია არის სხვათა შორის. აქ უბრალოდ იქ არიცან ამის გამოყენება. ან ხორცი იმათაც უყვართ ბოსნიაში იგივენაირად გიждდებიან ხორცი როგორც ჩვენთან და კულინარიად ძალიან ჩართულია ხორცის წარმოებაზე. ასევე ჩვენთან, მაგრამ ბოსნიელი მეგობარი მყავს, უმრად ყავდა და რო გასიჯა ეს ალუჩის საწეველი გამოშტერდა ტიპი. ამდენად უხდებოდეს და ეს ხო ჩვენც გვაქვს. რატო არ გვაქვს? საერთოდ არიციან, აი, არც ტყემალი არიციან. უდგათ ეს ალუჩები და ტყემლები და არც რაში გამოიდგნენ არიციან. ხო და რას ყვებოდი, ალუჩი არის ერთ-ერთი უძველესი ხილი საქართველოში. ანუ რამაც არ კულტურაზე მიმულია ძალიან რა. სიმჟავე იმდენად არ იყო ჩვენი გემოს რეცეპტორების ეს მეინ სიმჟავე რაც არის ტყემლის რა, არ იყო ძალიან ჩვენს რეცეპტორებზე გათვლილი. არ გვიყვარს ესეთ ძალიან მჟავე საჭმელები ჩვენს კულინარიაში, ერთ-ერთი რა მოიპოვება ის ჩაქაფულია რა, ჩახოხბილია რა, ჩაქაფულში არის ტყემლები კი. ხო, მანდ არის ეგ სიმჟავე და ისიც ღვინით სტაბილურდება. და მაგის გამო ჯერ კიდე თუ სწორად მახსოვს, ეს იყო მე-7-მე-6 საუკუნე იყო დაახლოებით, სადაც პირველად მოხდა დამყნობა რა, ნუ მე ვსწავლობდი მოგეთ ისტორიულზე. მე საწყის პერიოდს დაახლოებით 2 წელი ვსწავლობდი მან და აი ეთნო მიმართულებით ვიყავი, რა იყო ჩვენთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები რა, როგორც საქართველოს, ასევე მიმდებარე ქვეყნები გვერდით. რითი განსხვავდებოდა კავკასიაში ანუ რა. არა მარტო კავკასია იყო, ანუ ხეთების ტერიტორიაც მოიაზრებოდა იმ პერიოდში, არ გვეუბნებათ აზიის, ანუ ვიყავით ორიენტირებული საქართველოზე, მაგრამ ნუ პატარ-პატარა რაღაც დაახლოებით რომ შეადა რომ იცოდე რა არის შენთვის დამახასიათებელი, უნდა იცოდე დანარჩენ სამყაროში რა ხდება, იმიტომ რომ თუ თქვა ალუჩაა ჩემთვის დამახასიათებელი და ნახევარ მსოფლიოსაც აქვს, მაშინ არ გამოდივარ მე მითქოს სხვა. ხო და ჩვენი განმასხვავებელი ნიშანი იყო, ალუჩა არ მოიძებნება დღესდღეობით არც ერთ ქვეყანაში რა გარშემო, იმიტომ რომ ეს დამყნობა არ მოხდა. ანუ ჰიბრიდული ჯიშია. და სადღაც მე-6-მე-7 საუკუნეში იყო, ზუსტად ვერ ვხსენებ ახლა, ერთ-ერთი მეფის დავალებით მოხდა ამ ხის გამოყვანა და პირველად მოხდა პანტაზე დამყნობა ჯერ, არ გამოუვიდათ, სხვადასხვა რაღაცებზე დამყნეს და ძლივს მიიღეს ეს შედეგი რა. რომელიც ალუჩა იყო, შეასუსტა სიმჟავე, გაზარდა სიტყვება ცოტა, ეს ხორცი რაც არის ხილის ფენა და მაქედან დაიწყო მე უკვე ამ соуსის წარმოება. ამ თელეს კავკასიის რეგიონი ეძახდნენ ხმალი. რამდენი პროცენტი ამან სიმართლე, ანუ გისმენ ძალიან ჩამithრია, მაგრამ აი იმის გარდა რომ მას ქონდა 6 ძირი ალუჩა ეზოში, არ მგონია რომ რამე სიმართლე იყო. არა ძალიან ჩამithრია, გამთიშა სადღაც. მე ჭუმავს რომ ამასობაში ჩვენი ოპერატორი რაღაცებს გვატყუებს და არც კი გვითხრა რომ დაწყებულია გადაღება. არა, გვითხრა. მე მივხვდი და თქვენ თუ ვერ მივხვდით. ალუჩას ისტორია მისა ჩამithრია, ეგროს სიმართლე იყოს, ბოლომდე არ მჯერა. ბოსნია-ჰერცეგოვინელის სტუმარი გამიქურდეს სახში. გაგიქურდეს, როგორ გაგიქურდეს? Couchsurfing არსებობს ერთ-ერთი საიტი რა. მთელი მსოფლიოს მოგზაურები, ესე შევეყრებთ ხოლმე შიგნით. სოციალურ სივრცეზე, სადაც მიდიხარ, მონიშნავ სად მიდიხარ, სტუმრები ვინ არიან, მას მისლები პროფესორი და შეგიძლია იმათთან დარჩი. და მომივიდა ესეთი რეკვესტი, ბოსნიელი ბიჭი, მირზა, სახელი რაც ჩემ კეჩერი იყო ჩემთვის ეს უკას მირზა. სახელი იყო. ოთან ჩემს საوارს სახელი იყო იმ პერიოდში მირზა. და მომივიდა თუ შეიძლება დავჭი და მოდი. ერთ ადამიანს გავლონძღავ თან გზას ჩემი სიძია. ამა რომ მომწერა და ამას დავთანხმდი, ამ დღეებში დავიწყო ჩემმა ერთმა სიძემ თავის ნაცნობზე, მითხრა რომ ჩემი მეგობარი ოჯარისო და შეგიძლია ეს დაიტოვო შენთან. დავიტოვე ეს რამოდენიმე დღე რა ვაცხოვრებ ჩემთან ცხოვრობს. ამასობაში ჩამოდის მირზა. მეძინებაო ძალიანო, დავიძინებო და მე გავიდეცო. ოკეი, დავიძინე. დაიძინა. მე თქვი მაღაზიაში ჩავალ, რაღაცებს ამოვიდან პროდუქტებს და გავიდეთ მე სად. და ქართულს მეუბნები რაც ამოიღო იმას საზამთრო, კაი მე თქვი საზამთროს ამოვიღებ. ჩავედი მაღაზიაში რაღაც ვიყიდეთ დიდი საზამთრო და მოვდივარ აი ისეთი საზამთროთი. შევედი სახში ეს ქართული ბიჭი აღარ ხდება. რა გავიდა სახლით. კაი დავდე დიდი საზამთრო. ცოტა ხანში გაიგვიძა მიწა. გავიდეთ და იცი რაღაც სამოცებს და ფული აღარ მოგსო მირზა იცი. ეს სამოცებს არ არის. ამ ქართული სულეკა უკვე რაღაც სულს მიგზნობს გული. ურეკაო გათიშულია ტელეფონი, ურეკაო გათიშულია, გასაგები წაღებული არ არის. რა გინდა რომ იფიქრო და მე რას თქვენი ფიქრეთ ახლა ორივე ზუსტად ეგ მოხდა.
ჩემი საზამთრო როგორი იყო? ბოსნიელი. კაი გამოდგა. სამაგერო სადამთრო ჭამეთ მე და მიგზა ძალიან ბევრი. და მე წავედით და ძალიან ბევრი წავედით გული გადავაყოლეს. დღემდე იწებნე გოსხვათა შორის ის ბიჭი თუ უზადმე ნახავ მას. სახელი გვარი მისამართი რამე. არაფერი არ ვიცი, მე თუ ჩემო საერთოდ არაფერი არ. ეგრე მისამართი ახლა გასაგებია. არა, მისამართი ხო. მისამართი ჩემი სახელი. ეგრე უცხო ადამიანი უნდა მეთქვა ეხლა რომ როგორ უნდა შემოგვიშვა სახლში თქვა, მაგრამ მეც შემომიშვა. ჩვენი ოპერატორის გამო, რომელიც ძალიან გაფუჭებული კაცი აღმოჩნდა, გაგვაუწყდა გამარჯვების თქმა. ეხლა უნდა გამარჯობა ხალხო. მე ძალიან მიჭირს მისალმებაც და დამშვიდობებაც. რა ქვია თქვენ პოდკასტს სად აღმოჩნდი ხა მითხარ. ჩვენ ვართ ნინა და მაშო და ეს არის ფაქიზი. აი, ესე იგი ფაქიზში ვარ მე სტუმრად. ბარზე და რაღაცაზე ხო გვინდა იდეაში რომ ვილაპარაკოთ და ფიქრობდი რა, ანუ 20 წლის ვიყავი პირველად რომ ბარში წავედი. ეგეც შემთხვევით. მანამდე ანუ ბარი ზოგადად რა იყო? არ მქონდა არანაირი წარმოდგენა და 20 წლამდე მეგონა რომ ბარი იყო ადგილი, სადაც აი რაღაცა როსარიო მონტესი მღერის და ცეკვას. კაცები რომ მიდიან იმიტომ რომ აი დალიონ და უყურონ აი ეს რაღაცა ულამაზესი ქალი როგორ ცეკვავს და მღერის. ანუ მართლა ეგეთი წარმოდგენა მქონდა ძალიან ისეთი. მე როგორ მოგეწონა რომ მიხვედი პირველად ვარში? მეთქი რატო ბნელა. მართლა ჩემი პირველი რეაქცია ეგ იყო. 20 წლის ასაკში დაგემთხრო და სადაც სალვე არსად ან რაღაც ეგეთი ბარი. არა, პირველად სადაც ვიყავი, იმის სახელი არ მახსოვს. მეორედ იყო ალიბი. ძალიან განსხვავებული არის ეხა ეხლანდელი ბარები და მაშინდელი ბარები ერთმანეთისგან. კი, ჩვენ ვართ ხაობას, რომლებიც შევესწარით ბარების დაბადებას საქართველოში. ჩვენი გართობა იყო დროს ადვატარებდით სახინგლებს. იქიდან მანიშნებენ სახელები არ თქვა. იქ სახინგლებში დავდიოდით და რაღაც, არ ვიცი, გომს თუ რაღაცებს ვავდით. ეგ სახელი არ არის? ინკალთან. რაღაც არყებს ვსვავდით. X არყებს, X ხინკალთან ერთად და კუჭებს ტოვებდით როგორც წესი. მოკლედ, იმ დროს იყო სახინკლები. ეს ხო ჩვენი გართობა დაბადების დღის გადახდა, ასე შემდეგ გაშენდა რესტორნებიც იყო, მაგრამ მაგის საშუალება არ იყო ახლა. იმ ბაბლს თქო და არ ქონდა, კი. უცებ აი ეს ერთი თვის დათქაცუნებაზე გამოჩნდა პირველი ბარი, რომელიც უკვე დახურულია. სალვე იყო მგონი პირველი და უცებ აღმოაჩინეთ, რომ საერთოდ რადიკალურად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება. არაფერი მსგავსი არ გვენახა იქამდე. არც ფილმებში თქო გეტყვი, იმიტომ რომ ფილმებსაც დიდად არ მქონდა ცდომა კინემატოგრაფიასთანაც. ვიღაცებს შეიძლება ქონდათ, ვიღაცებს ლათინო ამერიკულ სერიალებში როგორც მე. სერიალებზე მსგავსი ბარები. ახლა იქ ახლა კენესესე ხო და თან შეხებულობა იქამდე არ მქონდა და უცებ აღმოჩნდა ბარები, სადაც ახალგაზრდები შევიკრიბეთ ერთად, საჭმელი არ არის. სასმელი არის. და უცებ მხოლოდ სასმელია, მუსიკა, გართობა და ეს იყო იმ პერიოდის ბარები, ეხლანდელი ბარებისგან განსხვავებით. გარდა იმისა, რომ შეიძლება ხარისხი ნაკლები იყო, რაღაც სასმელი არ იყო ისეთი კარგი და ასე შემდეგ, რომ კომუნა იყო უფრო შეკრული იმ პერიოდში. იმიტომ რომ ადამიანები, რომლებმაც ერთმანეთი აღმოაჩინეთ რაღაც ერთ სივრცეში, ერთმანეთი იმდენად კარგად გავითავისეთ ჩემი აზრით, რა რომ ერთმანეთში ვიპოვეთ საკუთარი თავი. რომ ჩვენ ვართ რაღაცაი ცალკე რაც ყაჩაღები, რაც ტყეში გავარდნილები, რომ ერთიანდებოდნენ და რაც მადნაფიცობად რა. აი დაახლოებით შემიძლია შევადარო, რომ ეგეთი იყო, რომ ჩვენ ვიყავით რაღაც ახალი ბაბლი, ახალი თაობა, ეს ვართ. და ვერ ვიხსენებ დაჟე რაიმე ჩხუბი ყოფილიყო რა იმ პერიოდში. ყოველ შემთხვევაში მე სადაც დავდიოდი ხოლმე იქ. მე რა თქმა უნდა უკვე ნელ-ნელა გაიხსნა ეს უფრო მეტი ბარი გაჩნდა, უკვე ნორმად იქცა ქვეყანაში, როგორ ყველა ადამიანის დაპირისპირებების რაღაცების მედია და შესაბამისად ეს სოციალური სივრცის სტატუსი ცოტა გაქვს. ერთი ჯგუფი აღარ ხართ. უბრალოდ სხვადასხვა ადამიანები მივდივართ ახლა ბარში, ჩვენ მეგობრებთან ერთად ვერთობით, შეიძლება სხვა ადამიანებსაც გამოელაპარაკო, გაერთო, მაგრამ ის რომ ისე თქვენ ხართ კომუნა, ეგრე არ არის. მაგრამ სამაგიეროდ ნუ სასმლის სივრცის გარემოს რაღაც ხარისხმა აიცე მოსახურების და ასე შემდეგ. მაგრამ მაშინ ნუ ამის მოთხოვნა არ ჰქონდა, არც ვიცოდით რომ ყოფილიყო. რაც იყო, ეგ იყო იდეალური. რამდენი ხანია რაც ბარმენი ხარ? შმაკმა უწყის არის სწორი პასუხი ამაზე. მე დავიწყე თავიდან სერვისით, მიმტანად, სადაც 16-ის ვიყავი, მე მგონი, პირად რო შემოვედი, სხვადასხვა ბავშვებთან აფერისტი ვარ. რა შუაში იყო ეგ? მოგეთ მივადეთ ერთ-ერთ სახინგლეს
სახინკლე რესტორანს, მაშინ ჯერ ბარები არ იყო. მივდექი და უთხარი რომ მე ვარ გამოცდილი მიმტანი, რა გამოცდი. და იმათმა მაშოსი არ იყოს და გიჯერეს რომ გამოცდილი. მე ყველაფრის მიჯერე რასაც ამბობს. რატომღაც აი მართლა ყველაფერს მე-6 პოზიცია იყო ესეთი რა, ნუმერაციით. და ყველაზე რთული პოზიცია და შენ გამოცდილი ხარ და მიდი იქ შევარდიო და დავაყენე სადღაც აი სახე გამაწვეს. ხო, საინტერესო ის არის 13 წელი მქონდა ხელ. ვაუ. 12 საათის მუშაობაში. ვაუ. იცოდეთ საიდან მოვდივართ. ხო, მოგე დავიწყე ამ მიმტანობით, ჯერ ეს რამოდენიმე წელი და ესფერ ვარ ძალიან ჩამთრევი, მოკლედ, ვინც აი ეხლა შემოდგა ფეხი, უნდა იცოდეს, რომ დაგეჭირათ მართლა. ანუ სადღაც რომ მოხდებით, აქედან ამოსვლა არის ყველაზე რთული. შენი სამეგობრო, შენი სანაცნობო უკვე ხდება ადამიანები, ვინც ბარში მუშაობენ, ამ ბარში, იმ ბარში უკვე და თითოეულ ბარში 5 ნაცნობი რო გაიჩინო სტაფის წევრი. დაახლოებით 3 ბარის მერე 15 ადამიანი ყავს, ყველაზე ახლო, იმიტომ რომ ყველაზე მეტი დრო მათთან აქვს გატარებული რა. და პირველი კონტაქტი რო სამსახური გჭირდება, ადმინემ რო იცის სამსახური გჭირდება, ეს ხალხია. და საწაგიყვანენ ისე უკეთეს ბარშია, უკეთესად. ეს ჯობია აქ გადმოდი. ჭაობია. ან ჩვეულებრივ ჭაობია სამსახურების სფერო, არ ვიზახებ ცუდია, მაგრამ ჭაობია. შეიძლება კარგი ჭაობი იყოს და სულ კამფეტებში იყო ჩაძირული, ან იმას არ ვიტყვის არის. სადღაც თავიდან მე ჩემ მიმტანობას ვლაპარაკობ. შეიძლება კარგი იყოს მოთა შორის და მიჩის დავიწია. ახაცა ADHD სუნიმცეს. არა, ეგ არ ახსენებთ ხო, დავიწყებული მაქვს ბოლო რამდენიმე დღე აღარ მიფიქრია მაგაზე. ფიქრი ცუდია. ფიქრი მხოლოდ ფიქრზე ძალიან ბევრი ანდაზა მაქვს მოფიქრებული. ვიცოდე. ფიქრი. არა, არ დაიწყო გეხვეწები ჩემს თავში ეგიტრიალებს მერე სულ. ფიქრი კარგია თუ ვერ აზროვნებ. ეს არის ერთ-ერთი ანდაზა სხვათაშორის. ხო, ფარსებს აუბრალ. შენ როგორ მოხდი ბარში, ანუ მიმტანობით? ხო, მიმტანობით დავიწყე, მე გადავედი უკვე სერვის მენეჯმენტში, სადაც აი დავინახე რომ რაღაცა ყველაზე კარგ პონჩი ვინც იყვნენ, ანუ ბარი არ იყო ეს რა, რესტორანი იყო, მაგრამ ყველაზე კარგ პონჩი ვინც იყვნენ, იყო ბარმენები. აი ზედმეტად თუ ის არავინ არ უჭამდა. იყვნენ ტიპები, რომლებიც რავი, სულ სვავდნენ, სულ კარგად იყვნენ, სულ ერთობოდნენ, სულ ხადაობდნენ და ბოლოს რო თქვა, სულ ზეკიდათ ყველაფერი. და ხელფას ყველაზე მეტი ჰქონდათ ამ დაპოზიტებს. და მე ვფიქრე, ანუ ეს მინდა ეს. მენეჯერი ვიყავი და იმათ ჩემზე მეტი ხელფასი ჰქონდათ, ჩემზე მეტი თავისუფალი დრო ჰქონდათ, ჩემზე კარგად ერთობოდნენ. და ვიფიქრე, რომ მეც მინდა ეს. და დავიწყე დაკვირვება, რა საკეთებენ ესენი, ისე რომ ჩემზე კარგად არიან. და არაფერი ერთ-ერთი იმას რომ იყვნენ უფრო ხეხებზე მკიდია ხალხი შედარებით, იყვნენ თავისუფალი ხალხი და ერგოდნენ სასმელში. შეიძლება სასმელში გარკვეულ პირველი უნდა იჯდეს ბარმენისთვის, მაგრამ მე რასაც დავაკვირდი, ეგრე არა. ანუ სასმელი არის ბოლო რა, თუ გინდა რომ იყოს შემდგარი ბარმენი. დავიწყე ჯერ სასმლის სწავლა, იმიტომ რომ დანარჩენი რაღაცები უფრო მქონდა. შეიძლება მარტივად დავიწყო ფერზე რაღაცები და ვიყო თავდაჯერებული რა, ეგ პატარა ნიუანსები, რაც ბარმენს აუცილებლად ჰქონდეს. არ ვიცი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დატესტოს და დააკვირდეს ბარში, აი რომელი ბარმენი მოსწონს და რომელი არა. ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, ბარმენი რამდენად კეთილგანწყობილია მის მიმართ, რამდენად უხეშია, ან რაღაც ეგეთი რა. ადამიანები ბარმენს აფასებენ იმით, რამდენად თავდაჯერებულია და რამდენად თავისუფლად დგას იქ, სადაც დგას. და რა თქმა უნდა, სასმელიც უნდა იცოდეს. მიხვდი რომ თავდაჯერებულობა არის შენი ნიშა. არ ვიყავი მზად დარწმუნებულად პირველი სამსახურისთვის, მაგრამ მივაჭერი სადღაც და უთხარი რომ მე ვარ ქვეყანაში ერთ-ერთი წავკეთე. როგორც ძალიან გამოცდილი მიმტანი იყავი. ხო და პირველი სამსახური ძალიან მარტივად დავიწყე ბარმენად, არც ისე სახარბილო ადგილას დღესდღეობის გადმოსახედად ჩარდენზე, მაგრამ ეს ხო კერძო სახელად არის. მე ოთხი კერძს დავაგრევ ხოლმე შიგადაში. დავიწყე ძალიან მარტივად მუშაობა, რაც ვიპოვე ჩემ თავში, იყო ძალიან კარგი, რომ ძალიან მარტივად შემიძლია ადამიანების მართვა რა, როცა ბარში ხარ. შეიძლება ხა ცოტა რაღაც კოზირების გახსნა მიდის, მაგრამ ესეთი რაღაცა არის ბარში რა. სტუმრები, წარმოგიდგენ რომ 100 სტუმარი შედის ბარში და ხდება ერთი ბარმენი. ყველა ადამიანს აბსოლუტურად აქვს სული რომ იყოს გამორჩეული. და შენ რო გინდა გამორჩეულიყო ამ 101 ადამიანში როგორ უნდა იყო გამორჩეული. როგორც კი ბარმენს თავს დაამახსოვრებ, როგორც კი ბარმენმა იცის შენი სახელი, იცის რა სვავ, იცის
ისევ იგივე რო ეტყვი რა დაგისხას. უკვე სხვა ტიპი ხარ შენ იქ რა, ეს მე მიცნობს აქ. და ბარმენის მთელი სკილები არის და უნარები არის, რომ შენთან გიცნობდეს. ოღონდ შენ არ მიგიშვას იქამდე, სადაც თვითონ არის რა. დეითების ამბავი ხო ის არის ურთიერთობების ამბავი რა. მე არა. გოგო. ეხა უცებ ჭრილობას მარინო მომიყარა. ვიღაცა თავის აი ვიღაცა რო თან რო ევასება, თან რო უნდა რომ აი ჩამოკიდებული ყავს, ანკეს რო გადააგდებს და ჩამოკიდებს. და ეს ус ფართხალებს. აი შეთან ვარდისკო და თან არა. აი ეგ ნაბუზარი ტიპი არის ბარმენი რა, მოთევზა მეთევზე. აი ეგ პროფესია და მან იმდენად კომფორტულად ვიგზავნა ჩემი თავი, რომ გავიდა საშუალო 10 წელი, რომ აი ამ სიამოვნებას ვერ მოვეშვი. ჩაგითრია ჭაობა. რაღაცა ღმერთთან გსნობ თავს ბარში რომ გახარო, აი შემოდია ხალხს რა, აი ადამიანები შემოდია. პიტერი საყვარლები არიან, მაგრამ შენ ხარ ის ვისაც აი ესე აქვს დაკიდული თოკები და რაღაცებს აკეთებს. ეს არის გონია თავი кайფი აქ და დიდი ალბათობით ყველა ბარბერი საკუთარ თავში აი ამ რაღაცას იპოვის რა. მე ძალიან მომწონს შენი კომუნიკაცია სტუმრებთან რა. მეც რა ვიცი, რამდენი წელი ალბათ 10 წელია მომსახურების სფეროში ვმუშაობ ყველა პოზიციაზე, მაგრამ ანუ ამას ვუყურებთ ხოლმე აი ეს გვერდიდან, ანუ რაღაცა საქმე მაქვს ჩემი, მაგრამ იმაზე კი არ ვფიქრობ და იმას კი არ ვაკეთებ. მისალმებაზე რო ამახვილებდი ხოლმე ყურადღებას, ეგ იყო ჩემთვის პირველი დასამახსოვრებელი, რაც ბარში მუშაობის დროს დავამუღამე. მისალმებაზე რომ წინდა, თურმე, ანუ მაშინ მივხვდი რატომ წინდა. რო არ მესალმებოდა და უშვათ რა ვიღაცა. რომ მოდის პირდაპირ და რაღაცა ეს მინდა რო გეუბნება და ანუ შე რო არაფერს არ აკეთებ. ჩემთვის იყო როგორი რაღაცა იცი? მეთქი აი აქედან სადაც წავალ ყოველთვის ანუ ჩემს თავს დავაყენებ ისეთ დონეზე, რომ ანუ ვიღაცამ ესე აი მისალმების და რაღაცა აი პიროვნება და არ ჩათვლის გარეშე აი რაღაცა ესე რომ მომიდგეს, მაგას აღარ ვიზამ რა. ანუ პირველი რაღაც იყო მოკლედ რაც შენთან მუშაობის მერე წავიღე სხვაგან და მაგარ ტიპად ვგრძნობდი თავს მე რა. ეგ რაღაცები რომ ბარმენი შენ არ ხარ ტიპი რომელიც სასმეს ასხავს რა. ანუ ვიღაცას კი არ ემსახურები, ჰოსტი ხარ, ანუ მასპინძელი ხარ. მდგომარეობა წარმოიდგენ ნებისმიერი, სადაც სტუმარი მასპინძელს არ ესალმება. და სტუმარი მასპინძელთან არ გამოხატავს პატივისცემას. შეუძლებელია ესეთი სიტუაცია წარმოიდგინო, ანუ არ ვიცი როგორ ხდება სხვა ქვეყნებში, სხვა კომუნებში, სხვა სოციუმში, მაგრამ ჩვენთან სტუმარ მასპინძლობის კოდექსი არის ძალიან სხვანაირი რა, რომ სტუმარ მასპინძლობა არის დამყარებული პატივისცემაზე. კი. და სტუმარი რო შემოდიხარ მასპინძელთან და გამარჯვების მაგრამ აი ეს დამისხო რომ მეუბნები. რა ხიზარება. მოდი დავიწყოთ გამარჯვებით. ეს არის ხოლმე ჩემი პასუხი, თუ კი ვიღაცა აი ამდენს ვერ ხდება რა. აი ეს მომენტი იყო რაც დაიჭირე. ხო, მანამდე არ მიფიქრია სიმართლე გითხრა იმაზე, რომ ანუ მიფიქრია რა, უფრო შეგრძნებების დონეზე იყო და რაღაც არ ქსიამოვნებდა. ხო, არ მსიამოვნებდა და თითქოს პირადულად ვიღებდი რა, რაც გონია რომ არ უნდა იყოს. გარდა იმისა, რომ ესეთი რაღაც მნიშვნელოვანი ფაქტია, ანუ კომუნიკაციის კარგი საშუალებაა რა ბარმენისთვის, გავსი რაღაცები. ხშირად მიჩვენია რომ არ მითხრა. და მართლა ხშირად მიჩვენია რომ არ მითხრა გამარჯობა. რომ აი ეს კარგი კომუნიკაცია დავამყარო რა. და რაღაც ძაფი გააბა, რომელზეც მე ჩამოკიდებ ესე. და მე ითევზავ. რაღაცები იგება ამაზე. იქიდან მოდის რომ დავავიწყდა ბოდიში რაღაცა ისტორიას გიყვება რატო დავავიწყდა. ის რომ რაღაც დაღლილი მოვიდა საიდანაც რაღაცები. მე ამაზე კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ბარმენისთვის რა. აუცილებელი ნებისმიერ ბარში რაც არ უნდა იყოს. ეხლა ჩვენ ვართ რადო ბარში, სადაც არასკევი შაბათი არის საგიჟეთი. წინ ყავს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც უბრალოდ გელოდება რა, იმის რომ სწრაფად ერთი გაუშვა, მეორე გაუშვა, მესამე გაუშვა და აი თავისჯერი მოვიდეს სადღაც რომ დალიოს. ამის მიუხედავად ეს ადამიანები ითხოვენ საკუთარ დროს ბართან რა. რომ ის ნახევარი წუთი იმათვის მნიშვნელოვანია. წარმოგიდგენთ დალევა გინდა, მაგრამ აი სახში რატო ვერ დალევ? რატო ვერ დავლევ ესე? დალიე, დაგიჯდება უფრო იაფი, აი გაცილებით უფრო იაფი დაგიჯდება სახში დალევა. მიჯდები კომფორტულად შესავარძელში ტელევიზორს ჩართავ. რა მუსიკასაც გინდა იმას ჩართავ, რაღაცას კი არ მოусმენ, რა ჩვენ მოგწონს იმას. შეხოძე აწყო ყველაფერს და
ამის მაგრამ მიდიხარ და სხვის შექმნილ სიტუაციაში შედიხარ რა. აი აქ თავარი რაღაცები არის ბარში. ბარმენის ხაზი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბარმენმა უნდა დაგამახსოვროს თავი. აქ კომფორტულად უნდა იბრძნო თავი, სადაც სხვა. მე რო შენ გასასვლელს ვიღებ, რაღაცა ბედნიერება უნდა ავიღო. ამას აქვს ძალიან მნიშვნელობა. ერთ და იგივე სასმელი შეიძლება გასიჯოს სხვადასხვა სიტუაციაში. შეიძლება რადიკალურად განსხვავებული გემოხონდეს ამ სასმელს. ბარმენი არის პირველი, ვინც შენ სასმელს ამატებს აი სპაისებს რა. ემოციური არომატები არის ბარმენის თავად. მე მოგეთ მაქვს ესეთი რაღაცა მეგობრებზე ნათქვამი, სტუმრებზეც ძალიან ღიად ვამობრო, ვარ ბარმენების რიგში, აი ესე რომ დააწყობინ არის ყველაზე კარგი ბარმენი. ოღონდ თითო ტიპი კი არა, აი ჯგუფებად რო დააწყო, აი ჯგუფი ამდენ აქ არიან პირველ ადგილზე 1000 ადამიანი, მეორე ადგილზე მე ვარ სადაც მე-7, მე-9, მე-17 ადგილზე. აი დაახლოებით აქ. ცოტა განსხვავებული ციფრები იყო. მიყვარს ალკოჰოლი საშინლად. ატვისებ ალკოჰოლს, იმიტომ რომ არის უამრავი გემრიელი სასმელი და უამრავი სხვადასხვა გემო მოაქვს შენთან და უამრავი სხვადასხვა განწყობა, მაგრამ არ ვარ იმდენად კარგი მიქსოლოგი, რამდენიც არიან უამრავი ბარმენი საქართველოში. მაგრამ დატესტილი მაქვს რა, ერთ და იგივე ადამიანებს დაულებიათ მათთან, დაულებიათ ჩემთან და ჩემი სასმელი უფრო მოსწონებიათ ვიდრე მათი. არა იმიტომ რომ ჩემი შობდა, ობიექტურად ვიცი რომ მათი შობია. მართლა შობს, დედას გეფიცებთ. შობს. ჯერა მე შენი ის ისტორიებიც უბრალოდ აი ეს ემოციური სპაისები არ აქვს იქ მოკრილი რა. ხო. რაზისთვისაც მოდის ადამიანი ბარში. ის არა. როგორც გითხარით, სამს დალიერა, კარგად ხარ, შენთვის ხარ, იაფად ხარ. რა, ყველაფერი უფრო კომფორტულადაც. კომფორტს, მაგრამ აი ეს ემოციები არ გაქვს. ბარმენის თავი პოინტი არის, რომ ემოცია უნდა გასცეს რა. კარგად მოგდა. სიმღერა ჩემი ძლიერი მხარე არ არის. ეხლა არის სიურპრიზი რა, ვაკეთებ სიურპრიზს დავადების დღეს მილოცავე. არაფერი არ იცის ნაკებ. შენი სახელი არ გიხსენებია, იცი? მე ვარ ნაკე, 35 წლის, მე მიყვარს დალევა. მიყვარს კეთილი ადამიანები და სამყაროსთვის ვისურვებდი მშვიდობას. და რასაც ვერ ვაპატიებდი უახლოეს ადამიანს არის ხალატი. და დღეს ჩვენი პოდკასტის დაბადების დღეს აღმოჩნდა რომ შენც გაქვს დაბადების დღე. ხო, მოკლედ ერთად დავუნიშნოთ ხოლმე მე. კი, ან თან დღესასწაულის სახელიც რო თქვა მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ თქვენ იმდენი ხანი იარსებებთ. მოგეთ 6 ნოემბერს იწერება ახლა ეს და თქვენ როდის ნახავთ ხუიოს. როცა თავს მოვაბამთ. ო და შემდეგ 6 ნოემბერს თუმრად ისე მე ვიქნები რა, ან ისე ვიქნები რომ 6-ში გავიქცე. მოგეთ ერთ დღეს აღნიშნოთ ხოლმე დაბადების დღე, რომ ჩავჩარეთ ჩემი თავი. ო და მოგეთ მე არ ვიცი ახლა რომ დაბადების დღე არ იცი ახლა. არ ჩანს ახლა მეცა. ვაუ! რასაც საიდან იცოდით რომ ჩემი დაბადების დღე იყო და 3 წლის რო გავხდი. ხო, 35. მეორე ვერ ვნახე და შეიძლება ჩამეხსა. და უმეტე 5. ხო. არანაირი სიმღერა ეგეთ შეურაცხყოფას არ მოგაყენებთ, იმიტომ რომ ვერცერთი ვერ მღერი. მაგრამ სურვილი უნდა ჩაიფიქრო რა. ხო. შეგიძლია სამი სურვილი ჩაიფიქრო. პოსტებზე ხარ. ჯინი. ოკეი, სამი სურვილიდან მე გუშინ უკვე ერთ-ერთი ჩავიფიქრე და ამას გავიმეორებ თუ შეიძლება და მესამე იყოს. ხელი მეთქი. უბრალოდ ბევრი ფული. აუ, უკდავება მინდა კიდე მეორე რა, ეგ რამდენად მოგვარებადია თუ რომელიმე აუცილებლად გამოგებინეთ და მესამე აუ. ეხა ჯინი გეუბნათ არ მართლა. ესაც გამიკეთე. მესამე სურვილი არის უბრალოდ ფრაზა და გეხვეწებით ამაზე თუ არ დამიდოთ, აი პუტინის დედა შევეცა აი. ვაი მე სათელი გადავესხა ხელზე. ფაგორია, ჩვენ გამოვაცხეთ. ჯერა კი, ქვემოთ აწერია. მაფინი. მაფინი აწერია, იმიტომ რომ ეგეთ ქაღალდები მაქვს. გავაკეთეთ კი? შემეშვით ნუმატუებ. ნინას რეცეპტით არის და მე მოვამზადე. სხვათა შორის და მაგიტო გავიზარდე ესეთი მათქო არ არის. აუ, დაბადების დღეზე გამახსენა. აბა? ერთ მოვიყვეთ კაიაცა. აბა? ბართან დაკავშირებით რა ხდება, რომ ბარმენის პლუსი მხარეები კიდე რა დადებით. აუ, ისე მგონია, რომ ეხლა რაც პროპაგანდას ვეწერ, რომ ხალხო ბარმენები გახდით. მოდით ჩვენ. არ მე მინდოდა სხვათა შორის, მაგრამ აი ეს თავდაჯერებულობის ნაწილი მაგ მგონი პრობლემა. თორე აი ბევრი რაღაცა ვისწავლე. და ჩემი გაკეთებული რაღაცები მომწონდა კიდეც. გამისინჯებს. მოკლედ თავდაჯერებულობის პრობლემა არა. მოგეთ რა არის პლუსები რა? ასე რა არის? შენი გრაფიკი შეიძლება აკონტროლო.
აი შვებულების წერა კი არ გჭირდება 2 კვირით ადრე და 3 კვირით ადრე. ჩემ დაბადების დღეზე მაქვს დაახლოებით ესე ტრადიციასაც ჩამოვიყალიბე, რომ სპონტანურად უცებ გეღხოლმე სადაც მივდივარ. და დღეს აქ მოხვედი. დღეს აქ მოვედი, იმიტომ რომ ცუდად გავხდი. ლოგინად. რომ კაცებს ხვეს რა ძალიან დიდი ის გვაქვს ძალიან რომ სურდო რომ გვემართება გვდებით. დედა გვახსენდება, ყოფილი გვახსენდება, თუ ცოლი ყავს ის გვახსენდება, რომ შვილებს მოვიკრებს და ისინი გადატეხეთ. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ როგორც 36 და 6 აცდება ტემპერატურა, ჩვენ შეგვიძლია რომ მოვკვდეთ. მისი უდიდებულესობა. კი, ზუსტად მაგიტო. 36 და 7-ზე ჩაწვეს. თქვენ რა ვიმუშავეთ იმ რაღაც 1000 ბარი. ანუ გაციებული ვიყავი, სიცხე მქონდა, მახველებდა, პირბადე მეკეთა და მაინც მუშაობდი და შენი ნეკერჩხლის ჩაით გავძელი მთელი ღამე რომ მემუშაო. ამას ზუსტად არ მახსოვს. დაახლოებით აი რომელს საუკუნეები იყო, მაგრამ ეგვიპტეში ეძახდნენ მგონი მონობას. თუ ზუსტად არ რაღაცა ეგეთი იყო, მე მგონი. ეგვიპტეში როდის იყო? რომელმაც ეს ხალხი გამოიყვანა რაღაც ისულელები. არა, ეგვიპტეში როდის იყო? რომელ საუკუნეებში? შობამდე. შობამდე. სახელები არ შეიძლება თორე გეტყო. ოკეი. საქართველოში ჩვენთან დღესაც არის. ხო, იქიდან მოკვდებს. ჩემი ესეთი სქემა არის, რომ დაბადების დღემდე 2 დღით ადრე დაახლოებით. სულაც ხდები. არა, სულ დავხვდები, კაცო. უბრალოდ გადმოთამაშებ და უახლოესი ფრენა საითაც არის, მივდივარ ხოლმე მარტო და ძალიან ბევრი სხვა ადამიანთან ერთად დავნიშნავ ჩემ დაბადების დღეს. შაშანდელი ზუსტად ამ ბარში, ლადოში მოხდა იქ ამბავი, რომ აქ მუშაობდი მაშინაც, 2 დღით ადრე მგონი ჩემ დაბადების დღემდე გოგო შემოდის, რომელიც იყო ჩვენი ბარმენი. ამ გოგო შეუძლია შემცვალოს. ნატატო, ამის სახელი ხო შეიძლება. ნატატო. შეიძლება შემცვალო. შეგცლიო, ვიყიდე ბილეთი რომის მიმართულებით. დავჭიქ მაგას, წავედი ქუთაისში, ზუსტად ჩავუსარი ფრენას, გავფრინდი. ჩავედი, იყოს საოცარი დღეები. დავლე ვიღაც ბრაზილიელ ადამიანებთან ერთად ჯგუფი იყო, დავლე ვიღაც პოლონელებთან ერთად, ქართველი, ერთ-ერთმა ბრაზილიელმა სხვადასხვა სვალბართან. ვიღაც ბრაზილიელთან ერთად, აქეთ, ხო, ზუსტად აქეთ იყვნენ ბრაზილიელები, სვავამათან მონტრეალში მე ვიღაც გაიშტაბო, ჩვენ წავლიო, დავლე და საიდან ხარ ბრაზილიიდან, ოპა. და ესენი გავაცანი ერთმანეთს. არის ოღონდ რომ ბრაზილიიდან იყო. და ეს გოგო წავიდა და მე სამოგებს გადაგიხდიო. და ცოტა ხანში მოდის და ვიღაც ბიჭი მოყავს. ქართველია. ვიღაც ქართველი სტუდენტი რომში არ ვიცადი პოვა შეიძლება გამოიძახ შეიძლება იყო ბიჭი გამოძახე ქართველი გამოძახებით აპლიკაცია იქნებოდა კი და მომიყარა ვიღაც ბიჭი აი კარგად გავერთეთ იმ ღამეს სახში მე დავიცინე ვიცი რომ რაღაც დროს არის ფრენა და როგორც აღმოჩნდა არასდროს ვიცოდი რა ვიცი რატო ჩავხედე ესე და რომ გავიღვიძე უკვე გაფრენილია ჩემთვის ფრენა და შვიჩი უნდა ყოფილიყავ განცილებლად და ოღონდ გეგმა იქამდე მქონდა რომ 6-ში უნდა აღმენიშნა ჯერ რომ შევხედროდი და თბილისში გამიგზელებინა ჩემი დაბადების დღე რომ აქ უნდა გავიგზელები და მე როგორ ჩამოვიდა და ნუ არ ხერხდება და 7-ში აქ უნდა ვიყო რა ვქნა და გავფრინდი სომხეთში სადაც სომხეთის ფრენას 8 საათი ველოდე რომის აეროპორტში მე ერევანში ველოდე 12 საათი რომ თბილისის ფრენა ყოფილიყო ჩამოფრინდი როგორც იქნა აი გაუბედურებული ხო აი როგორ წარმოგიდგენთ რომ 20 საათი აეროპორტებში გაატარა დანარჩენი დღეებში იჯექი უბრალოდ მე არ წარმოვიდგენი არასდროს ყოფილვარ და არ ვიცი სხვადასხვა არ ვიდექი ძალიან კარგ ადგილას გავატარეთ რო და მივმართავ იმ ბანკებს რომლებსაც ეს გეხებათ თქვენი სერვისი მქონდა გამოყენებული ეს ხალხი დააფინანსეთ და მე კიდევ ვიყიდეთ ამ ამბავზე მოგეთ იმ ერთ-ერთი ბანკის სერვისით ძალიან კარგად ვიყავი ლაუნჯში. კომფორტულად მაინც იყავი ანუ. შეგელაპარაკეთ. ხო, ძალიან კომფორტულად ვიყავი სხვადასხვა აი ერთ-ერთი იყო ჩვენ დავადებით. ახლა უცხოეთზე მაინც. საერთოდ აღარ გახსოვდა მანქანა, ხო? ისე გინდოდა და თბილისში იყო. და 2 კვირის მერე ძლივს ჩავახცე და მანქანაც ამოვიყვანე ქუთაისიდან. სხვა ქვეყნებსაც შეეხება რა, აი ქართულ ბარებსა და უცხოურ ბარებს შორის განსხვავებები ბევრია? ხო, მოგერე ჩემი გამოცდილებით, აი ბუდაპეშტი არის რომელიც გჯობნის ძალიან
ბარის სამყარო აქვს რაღაც ამ სხვა დონეზე აყვანილი. უბანი აქვს საერთოდ სხვა. აი ჩვენ ხო აქ გვაქვს სოლოლაკი, სადაც რაღაც ბარებია, რაღაც ეგით მარცხენა სანაპირო მარჯვენას ყველგან გვაქვს რაღაც პატარა უბნები თითქოს. მაგრამ ძალიან გაფანტულად. ბუდაპეშტში აქვს უბანი, მთელი უბანი მათია. უბრალოდ ბარებია მეტი არაფერი, სადაც მიდიხარ და აი როგორ გვაქვს ის სულო და გულო, ხო? კი. აი ეგ არის სულო და გულო. რაც სულო აქ გულო. როგორიც გინდა. აი როგორიც გინდა, რაც გინდა, არის უამრავი ბარი. უბრალოდ შედი და შენ ადგილს იპოვე აუცილებლად რა. ავსტრია არც კი იციან რა არის ბარი. მერტა ჩემო. ბარის წარმოქმნა არ აქვს მართლა. არ ვიცი ჩამოგრჩებია, თუ არ ვიცი იმდენად გაგვისწრებს, რომ უკვე აღარ აინტერესებთ. ვენაში ვიპოვე ერთადერთი ბარი. ბარს რო გავდა ეგეთი ადგილი. ბარს რო გავდა ჩვენთვის? ხო, ჩვენი წარმოსახვით. ჩვენი წარმოსახვით. ბარი და ზოგადად ხე ბარის დეფინიცია. ხო და ეგ მაინტერესებს რა. ბარის დეფინიცია არის, სადაც მიდიხარ, არის სოციალური გარემო, ადამიანები ერთად იკრიბებით, ხდებიან ბარმენები, სვავმა ბარმენთან ერთად, ხალხთან ერთად, მეგობრებთან ერთად, ერთობი, მუსიკა, აი, თავისუფალი გარემოა. ხო. აი, ეს არა. ბარის დეფინიცია ეს არის, სხვა დეფინიცია ბარის არის. არის შეიძლება პაბების კონდეთ რაღაც ცოტა, მაგრამ ჯამში იდეა იგივეა. შეიძლება კოქტეილ ბარი იყოს, მაგრამ იდეა ჯამში იგივეა, სადაც თავისუფლად ხარ და რაღაც კარგ პროდუქტს იღებ. ანუ საბოლოო ჯამში ბარი მოიაზრებს იმას, რომ თავისუფალი გარემოა და შენ გემრიელად სვავ და თავისუფლად გრძნობ თავს რაღაც სხვა ადამიანების შექმნილ სამყაროში. იმიტომ რომ ის არის შენი შექმნილი სამყარო. მაგრამ ჰელოვინის ამბავია რა, რაც თავი იგრძნო იმათ, ვინც გინდა რომ იყო. ნებისმიერ შემთხვევაში. ლადოს ბარზე რომ ვილაპარაკოთ რაღაცა იაკაური სიტუაცია რა არის? როგორი სტილის ბარი არის, შიგნით რა ხდება? აი მე კი ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი. კი მეცნობოდი ისეთ ამდენ ხარ. აი ცოტა ხანი ვმუშაობდი რა ესე. 1-2 დღე. 1-2 წელი. 1-5-6 ან მეტი. მე ვიყავი აქ მე მგონი პირველად 2 წლის წინ. როგორც სტუმარი, რომ მოვედი ძალიან მომეწონა. მე ხშირად მოვდიოდი ხოლმე მეგობრებთან ერთად. პირველი რაც მომწონდა იყო სასმელი და მუსიკა. ანუ სხვაგან აღარ წავსულა რა, როცა აქაურობის შესახებ გავიგე მაგის მერე. და უგემრიელესი კოქტეილები გაქვთ? შეძლების დაყვართ. მე ძალიან მომწონს, რავი, რაც გასინჯური მაქვს ყველაფერი. შენ რომელი კოქტეილი მომწონს? გახსოვს სახელი? Yellow Mellow? არა, Hello Peaches. ეგრე აღარ ქვია. აღარ ქვია? Beach please. Beach please. მოგეთ, ჩვენ გვაქვს კოქტეილები. აი, რომ მოდიან ხოლმე მეუნებია გემრიელი და მალე აი, როგორ დაგალევინო რაც არ მაქვს. ძალიან გემრიელებია. ეს აი ხაჭი სოღა შეყვანილი ასეთ საშინელებას ვერსად დავით. თუჩები არ გჯერათ, მე მგონი ისიც რაც უნდა დატესტოთ. აი შეუც რა ქვიაო, ლადუბაი ვარი, ხო? ამობერო სადაც გუდიაშვილის მოედანზეა. და შიგნითაც რაღაც ლამაზი არისო, რაღაც კარგი. შიგნით ლამაზესი. ერთ-ერთი კარგი აქ რაც არის მე ვარ. თუჩები ნახავინოთ ხო? ვიღაც ტიპი მოდის და მეკითხება, რომ მენთეშა დღეს მუშაობსო? მეთქი ვინ არის მენთეშა რა? არა, ეგეთი არავინ არ მუშაობს. და მე ანუ რაღაც ცოტა ხნის მერე მოდიხართ შენ და ის ტიპი ერთად. ისე ცუდად მიყურებ და მეთქი რა უნდა ამას, ანუ ჩემგან და თურმე ვატყუებ, იმიტომ რომ მენთეშა ეს ყოფილი. ანუ მე ერთადერთი რაც ვიცოდი იყო ნაკე. და სახელი და გვარი გავიგე მე იმით რომ რაღაცა ჩინური ვერსიის ის იცი? არა. შენც არ შენც რა ამას რა მე ჩინელი ყოფილიყავი, მოკლედ ვიქნებოდი ნაკელი ზომბი აპოკალიფსის დროს. მე რო სუპერგმირი ყოფილიყავი. რა სახელი მექნებოდა, როგორც სუპერგმირი. ვაუ. ვაიმე. ახლა თქვენ მაგის მოფიქრებთ. ნაკმენი. ანუ სტუმარი, წამყვანი, მაყურებელი და რა ვიცი ყველაფერი. კაი მეოჯახე. ხოს გამოსავალი არის სხვათა შორის. გამოსავალი არ არსებობს. გამოსავალი არ გვაქვს. აი თქვენც არ გსწოდნიათ. ბექამით. თქვენ არის ბექავიდარი, მაგრამ ნახავთ მაგრამ. ეს ხალხი კაი ხალხია. გამოსავალი არის ძალიან ბევრი დავლიოთ. და თვალია და სად დავლიოთ? სადაც გინდა იქ და ეხლა ამოხვიდეთ. ლადობაი ვალიკოში? არა, გამოსავალი ეგ არის ბევრი დავლიოთ და აი თვალი კაცი გაფუჭებული მე არაფერი მიანახავს. არა, კაი, როდალევ თუ გაყევდებით, ეს არის გამოსავალი. მე აქ ველოდი ხა, აი უკან მინდა იყოს, რომ აი იუმორი და სტაში.
ეს დეკასმა იყო სხვადასხვა წერა რო გითხარით რა მე ნახოთ. ფაქიზი, რომელიც არის ჩემი უსაყვარლე, აი მართლა ძალიან დიდი ხანია უყურებ უკვე არ აქვს ზე ბოლო 10 წელია ის რო ეს არ ნახო და მართლა რაღაცა ერით უკმარისობის შეგრძნება მაქვს უკვე 15 წელია რომ ვერ უყურებ ამას და როგორც იქნა დაბრუნდნენ ну თავიდან გადიოდნენ ტელეკომპანია დურუხუჭო ანუ მეზობლის ბავშვები და ეს როგორც კი დაიხურა მას ისტორიას დამთავრდა იმიტომ რომ მათივე შექმნილი ტელეარხი იყო, ძართული იყო, ამ ყველაფრის გამკლავება ფსიქოლოგიურად, ნამდვილად სერიოზულად სტრესში ვარ ხენდე. ეს გამოვიყარეთ საავადმყოფო ფსიქოლოგიურიდან, ფსიქოფსიქიატრიულიდან. ეს დიასახლისად მუშაობდა მაგისტრად და როგორც იქნა მოაბეს თავი ჩვენ 90-იანების ბავშვებს დაგვიბრუნეს ის ბავშვობა რაც გვეკუთვნის, რაც დავკარგეთ და თქოთ გამოვიწეროთ, თვალივადებ. ან პრინციპში შავი სულ გამოიწერთ თუნდაც, მაგრამ გინდათ ვიც 90-იანელებად ჭირდება. მე ვიცი რომ ჭირდება. ხო და ფაქიზი. როგორც ვიცი, ფაქიზი რომელიც ყალდაკვალ დასტევს ალკოჰოლიკებს. და ავტოფებს. გამოიწერე? დაალაიქე. დაალაიქე? როგორ დააკომენტარე? დააკომენტარე, დაალაიქე, გამოიწერე. და ზარის ღილაკი, ხო? აქ რომ მოვედი და სანამ მოვედი, ამადანებს ვეკითხე რომ რა გინდათ? რა გვინდა? ამადანებს არაფერი არ უნდათ. უბრალოდ უნდა საუბარი. და ის სუეგარი, რა ვისაც გინდათ რომ უბრალოდ მე ძალიან მინდოდა საუბარი, მაგრამ გამომივიდა მოსმენა, რომელიც ძალიან მესიამოვნა. რა, აი, მე მგონია რომ ეს არის ძალიან კარგი თავისუფალი პოდკასტი. გაუმარჯოს ფაქიზის, გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ, დააკომენტარეთ. კომენტარებში ჩემი გინება არ მოსულა დაბადების დღე მაქვს და ყველა მიულოცოთ დაბადების დღე ნაკეს კომენტარებში. 27 წლის გავხდი, კი არა, 35. ეგარ, წავიდეთ, მე გამიმარჯოს ნაკელობა.